28 ნოემბერს ბალანსმა ფინანსური აუთსორსინგის სექტორის წარმომადგენლებისთვის პირველი სპეციალური ღონისძიება გამართა. კომპანიამ მოიწვია ფინანსური აუთსორსინგის სფეროს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ბალანსის მომხმარებლები არიან. კომპანია ბალანსმა მათ პროდუქტის განვითარების გეგმა გააცნო და ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სექტორის საჭიროებების ამოცნობა, ბალანსის ეკოსისტემის განვითარების ეტაპების გაზიარება და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება პროფესიონალებისგან, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სისტემასთან. უფრო ვრცლად ღონისძიებაზე დეტალებს გავიგებთ მარიამ იზორიას მიერ მომზადებულ სიუჟეტში. პროგრამა ბალანსმა ფინანსური აუთსორსინგის სექტორისთვის პირველი სპეციალური ღონისძიება წარმატებით ჩაატარა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მზარდი დარგის საჭიროებების იდენტიფიცირებას, პროდუქტის განვითარების გეგმის გაზიარებას და სისტემის მომხმარებლისგან პირდაპირ პრაქტიკული უკავშირის მიღებას. ღონისძიებას ფინანსური აუთსორსინგის სფეროს წამყვანი კომპანიები ესწრებოდნენ. ისინი, ვინც ბალანსის პროგრამულ უზრუნველყოფას აქტიურად იყენებენ. ბალანსის გუნდმა უმასპინძლა ფინანსური აუთსორსინგ მიმართულების დარგის ექსპერტებს, ასევე ხალხი არის ჩვენი მომხმარებელი, მათთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. დღესაც ხაზი გაესვა და მივიღეთ არაერთი საინტერესო ინსაიტი, საითმიდის ეს დარგი, როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტთან ერთად, სად ისურვებდნენ პროგრამა ბალანსის გაუმჯობესებას, რა ფუნქციონალი იქნება ისეთი, რაც მათ ყოველდღიურობას შეუსუბუქებს და ძირითადად ამ აქცენტებს გაესვა ხაზი. ასევე ჩვენ შევეცადეთ მიგვეწოდებინა ის სიახლეები და ის განახლებები, რაც პროგრამა ბალანსში უკვე არსებობს და რაც დაგეგმილი არის. მოვისმინეთ მათი აზრი ამ სიახლეებზე და ვაგრძელებთ მუშაობას, მზად ვართ ყოველთვის მივიღოთ მათგან ფიდბექი და ამის მიხედვით შევცვალოთ ჩვენი პროდუქტი და შევუსაბამოთ ბიზნესს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფინანსური აუთსორსინგის სექტორი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა საქართველოში. შესაბამისად, ამ კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაცია სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მათი გამოცდილება და დაკვირვებები უმნიშვნელოვანესია იმ ფუნქციონალის განვითარებისთვის, რომელიც რეალურად ამარტივებს ბუღალტრისა და აუთსორსერის ყოველდღიურ პროცესებს. დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ და საჭირო იმისთვის, რომ რაღაც ასე ვთქვათ ეს აუთსორსინგის მხარე უფრო გავიცნოთ ერთმანეთი, უფრო უკეთ გავიცნოთ თვითონ ბალანსიც და ძალიან მიხარია, რომ ეს ბალანსი აგრძელებს განვითარებას, წინსვლას და რაღაც ახალი ფუნქციონალის დამატებას. კომპანია ბალანსთან ჩვენ 2018 წლიდან თანამშრომლობთ და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა თანამშრომლობის. ეს თვითონ ბალანსის ფორმატიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან გახსნილები არიან, ყოველთვის ისმენენ მათი მომხმარებლების საჭიროებებს, სურვილებს და ითვალისწინებენ. მთავარი ეს არის. გამარჯვენ იმით, რომ თუნდაც თვეში ერთხელ გვაქვს გავშიტების ონლაინ შეხვედრები, ყოველთვის გვაცნობენ სიახლეს, რა შეიტანეს პროდუქტში, რა ცვლილებების განახორციელეს და ეს ძალიან კარგია უკვე ჩვენთვისაც, იმიტომ რომ საქმის კურსში ვართ ყოველთვის ნებისმიერ მათი სიახლის და ნებისმიერი მათი რაღაცა ცვლილების და ეს მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამა ბალანსი მომხმარებელს კომპლექსურ და სრულფასოვან ბიზნესის მართვის ეკოსისტემას თავაზობს, რომელიც ცნობილია როგორც მინიმ ERP სისტემა. ეს აღარ არის მხოლოდ ტრადიციული საბუღალტრო პროგრამა, არამედ ის ბიზნესის სრულ მართვას ერთ სივრცეში მოიაზრებს. როგორც ბალანსის მომხმარებლები აღნიშნავენ, ბალანსთან თანამშრომლობა კომფორტული პროცესია, რადგან საჭიროების შემთხვევაში კომპანია მათთან მუდმივ კავშირზეა და ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის უკავშირს. ჩვენ აქტიურად ვაწვდით ყოველთვის კომპანია ბალანს ჩვენს შენიშვნებს, რაც უშუალოდ კლიენტებთან ურთიერთობის დროს წარმოიჭრება ხოლმე. ჩვენ ასევე თანამშრომლობთ ბალანსთან, ასევე ტრენინგების მიმართულებით და აქტიურად ჩვენი კომპანია ატარებს საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ტრენინგებს და შესაბამისად უფრო ასე ვთქვათ პულსზე გვაქვს დადებული ბუღალტრების და ვიცით რა საჭიროებები არის კიდევ რომ უფრო მეტად დაიხვეწოს ეს პროგრამა და ძალიან დიდი ენთუზიაზმით ხვდება ყოველთვის კომპანია ბალანსის ჯგუფი და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ასე ვთქვათ ითვალისწინებენ ჩვენს მითითებებს. ბალანსში აცხადებენ, რომ აუთსორსინგის სექტორთან მუდმივი დიალოგი მათი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებას ყოველწლიურ ხასიათს მისცემენ. საბოლოოდ კი აუთსორსინგის სფეროში მოქმედ ყველა წარმატებულ კომპანიას ერთ სივრცეში გააერთიანებენ.